რა იქნებოდა რომ? ანუ წარმოვიდგენ რაღაცა სიტუაციას გეტყვით და ეს ერთ დილას გაიღვიძა გიორგი მოსიძემ და აღმოაჩინა რომ არავინ არ იცნობს. არც ოჯახი, არც მეგობრები, არც საზოგადოება არავინ. და გონია რომ ხოჭოა. და ხქვია გრეგორ ზამზა. შემდეგი რა იქნებოდა ერთ დღეს ინტერნეტი სამუდამოდ რო გაქრეს, თქვენი ცხოვრება როგორ შეიცვლება? ბანკების მძარცველი გავხდები, აუცილებლად, იმიტომ რომ cash-ფულის წინა პლანზე გადმოსვლა მოხდება, თუ ინტერნეტი არ იქნება, ანუ ციფრული სამყარო არ იქნება ჩათვალეთ და უნდა შევიჭერთ რა ერქვათ იმათ ამერიკელი მძარცველები რო იყვნენ. ბონი და კლაიდივით ვიპოვიდი ჩემს კლაიდს და შევიჭრებოდი ბანკის უახლოეს განყოფილებაში. ესე იგი არ უნდა გაქრეს, თორე ნახევარი საქართველოს ეგეთი გახდება, სოფლიო ალბათ. შემდეგი, რა იქნებოდა ინტელექტუალური თამაშები საერთოდ რო არ არსებობდეს? ეგეთი ეპოქა მე მახსოვს. უпростоრეთ საქართველოში ვერ ვიპოვე მე 80-იანი წლების ბოლოს ადგილი, სადაც ესეთი თამაშები ტარდება. ანუ ის საბჭოთა კავშირის ტელევიზიით ხო გადიოდა რასადროდისი და ძალიან მინდოდა რომ მეც მეთამაშა და საქართველოში სად ტარდება ამის შერჩევა თუ რაღაც ვეძებე და აღმოჩნდა რომ არ ტარდება არსად. და ბოლოს დავთარდა ყველაფერი იმით რომ მე და ჩემი თანამოაზრეობა ჩავატარეთ პირველი ეს თამაში 91 წელს და იმის მერე წამოვიდა და ეხლა კი უკვე 250,000 კაცს აქვს ნათამაშები კლუბში. ანუ საქართველოს მოსახლეობის 7.5%-ს ნათამაშები აქვს რასადროდისი კლუბში რა, სატელევიზიო სპორტული ვერსია. მოკლედ რა იქნებოდა თუ არა რომ ჩვენ მას მოვიგონებდით რა თამაშს. რა იქნებოდა კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა რო შეგეძლოთ, რომელ სიტყვას იტყოდი? დედა. თქვენ ალბათ ელოდებოდით მამას, მაგრამ მაინც დედა. ერთი საათით რო დროში წასვლა შეგეძლოთ. სად წახვიდოდით და რატო? წარსულს გულისხმობ ალბათ ხო? მე მინდა გადავხტე დროში, მაგას როდისმე თუ სერიალი გავაკეთეთ, სხვა ჯერ დროში მოგზაურობაზე ეგეთი სერიალი სხვა გვაქვს. აი ამერიკული სერიალი არის კვანტური ნახტომი რა. Quantum Leap თუ მოკლედ კვანტური ნახტომი ქვია. ხო და იქ ყველა სერიაში ხდებიან რაღაც ეპოქაში და რაღაც სიტუაციას ისტორიულ მოვლენას ასწორებენ რა და გახსოვთ ესეთი ლექსი რო არის პოეტები რო ვიღაცები დაცინოდნენ რა იმაში რომან ლებანიძისა თუ რაღაც აი პოეტებმა რო იჩხუბეს რა მუშტიკრივი რო მისა გალაქტიონი ტიციანი ხო გალაქტიონი ტიციანი ეგ ვისი ლექსია ეგ არის ლებანიძისა კი გალაქტიონი ტიციანი ხო და აი რო ეხო ნამდვილი ისტორია სინამდვილეში მე ლექსად უბრალოდ მურმანმა ჩამოაყალიბა და აი დროში გადავხდე მინდა და იმ სახინკლეში აღმოჩნდე რა აი ის მომენტი როცა ესენი იქ შეიკრიბდნენ ჩაარტყეს და ვიღაცებმა დაცინეს და პოეტებმა რო დაცხეს იმათ რა და პოეტების ხარეს მინდა ვიჩხო ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგის გარდა და ეგ არის ჩემი თუ დროში მოგზაურობას შემთავაზებენ აი იქ გადავხტები რა და მე რო დავპატიჟო ეს პოეტები უკვე ისი რო გავყარეთ ცემეთ გაღარეთ და კიდე ჩავდგა იქ არაყი და ხინკალი და ესა თქვი. მაგარი, აუ შენს თქვი ეგ რა. რა, მესაც წავიდოდი, ბევრგან მინდა წასვლა. ერთი ეხლა ეგრე სადაც. თუ მას უთხარი ერთი. მე წავიდოდი და ვნახავდი პირველ გოგოლაძეს, რომელმაც ეს გვარი აიღო და რატო გადაწყვიტა რომ გოგოლაძე გამختارიყო, ან ვინ უთხრა რომ გოგოლაძე უნდა იყო, ძალიან მაინტერესებს. მე დიდი ეჭვი მაქვს რომ თავად არ გადაუწყვეტია და ვიღაცამში არ ყო რა. რაღაც გოგოლადან წამოვიდო და ეჭვი მაქვს და უთხრა რომ აი შენ მოდი გოგოლაძე იყავი, აი იმ კაცთან ერთად დავლები. მიგვის ისე თქვი, სუდა რამი რო იყვნენო. სუდარამი ან იყვნენ ან არა და ღმერთმა უწყის რა თქვი. მე ძალიან შორს გადახტამა მოგ. კი, მე ძალიან შორს. მეოცე უკვე. არა, აგერ რა, მე 50-იან წლებს იყო საუბარი, 40-იანებს. ესე იგი, თქვენი ცხოვრება რო ფილმად გადაიღონ, რომელ ჟანრში გადაიღო? ტრაგიკომედია რა მე რა, ისეთი რომ ბოლოს რო რჩება იტალიური ტრაგიკომედიები რო იყო რა 80-იან წლების, ხო იცი, დინო რიზი და ვიღაცები, რა ვიტორიო დე სიკა რო იღებდა და ხო და აი ეგეთი რა. და ვისი სურვებით გიორგი მოსიძე რო განასახიეროს? ეხლა? აი ამ ფილმში. ვიღაცა თორნიკე გოგრიჭიანი, ვიღაცა რა, უკვე ჰოლივუდში როა გასული რა. დიდი ხვეწნის მერე რომ ერთი თვით რო ჩამოვა სერიალში მონაწილეობის მისაღებად რა ჰოლივუდიდან ეგეთი.
რა იქნებოდა ინტელექტუალური შოუების ნაცვლად მოგიწიოთ ყვითელი გადაცემის პროდიუსერობა. აი ძალიან ყვითელი გადაცემის. რამე ღამეშორენასთან, რამე აი რაღაცა ეგეთის რო იყოს თუნდაც. რა არის იცი? დავაგვიანე. შეერთი 20 წლის წინ შეიძლება დიდი ენთუზიაზმით ჩავრთულიყავი ამაში და მე ხმოდით მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება რომ გაიარონ ექსი ყვითლის ეპოქა. ეგეც ხო ის არის, რა ქვია, რაღაც ასაკობრივისა. ანუ ხო ადამიანი თავის ცხოვრების პერიოდში გადის გრადაციას სოციალურ-პოლიტიკური იდეოლოგიისა, ლიბერალიზმის და კონსერვატიზმისკენ რა. ანუ ეგ ხო მე იგრძნობა არჩევნებზეც დასავლურ ქვეყნებში ხა ჩვენთან სხვანაირად აძლევს ხალხი ხმას. იქ როცა ახალგაზრდები უფრო მემარცხენე ლიბერალურ იდეოლოგიას აძლევენ ხმას და მე ასაკირო ემატებოდა თავიანთი შვილები რო ისა, მე ისინი უფრო კონსერვატიულს აძლევენ ხმას და ესენი ცვლიან ამათ იმ ამორჩევლის ადგილას რა. რაღაც ეგეთია რა და ეს იყვითლეც ერთ-ერთი ეტაპია რა ცხოვრების და ეგეც უნდა გაიარო ადამიანმა. თუმცა არა 50-ს მერე უკვე. მე უფრო მუქტონებს ვანიჭებ უპირატესობას. რა იქნებოდა რო შეგეძლოთ ნებისმიერი მსოფლიო ფიგურისთვის ერთი კითხვის დასმა რო შეგეძლოთ, მოკლედ ვის დაუსვამდით და რა კითხვას? სულია რა. რონალდ რეიგანს და მაგრამ რეიგანი უკვე დაუმთავრდა ვადა რა და ჯორჯ ბუშს მის გამგრძელებას უეთყოდი რომ რატომ ბოლომდე არ მიიყვანე ეს საქმე რა, რასაც საბჭო კავშირის დაშლა ქვია რა და რომ მეტი აღარ ასოდეს ამ საბჭო კავშირის აღდგენის აჩრდილი აღარ გამოჩენილიყო ჰორიზონტზე რა. იმიტომ რომ მაინც კიდე ეს აჩრდილი სადღაც ტრიალებს ვიღაცების ტვინებში რა. აბსოლუტურად უტოპიური იდეაა და არასოდეს ეს აღარ განხორციელდება. მაგრამ აჩრდილი არანაირი პერსპექტივა მას არ აქვს, მაგრამ ნუ კიდე ნერვებს მოგვიშლის ერთი-ორ თაობას რა. კი, ხო იყო აგერ ლავროვი ეს ესერით რო ჩავიდე. ხო ნუ შვენიერი ბრიცი იყო. გადასად